აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რამოდენიმე წელია სტომატოლოგიური მომსახურების პროგრამას ახორციელებს, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება: ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია. პროგრამა 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის და 45 წლის ზემოთ დასრული ბენეფიციარებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების სრულ დაფინანსებას გულისხმობს. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, უკვე წლის დასაწყისიდან დღემდე 250-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. ბავშვთა სტომატოლოგია მოიცავს როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ მომსახურებას და მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება ფინანსდება სრულად. ხოლო მოზრდილთა სტომატოლოგია მოიცავს ზედა და ქვედა ყბის მოსახსნელ პროტეზირებით დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო შესყიდვების გზით განხორციელდა. სატენდერო წინადადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ გამარჯვებულ კლინიკას აუცილებლად ქონოდა ფილიალი დასავლეთ საქართველოშიც. შესაბამისად, პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვისაც. ბენეფიციარების სტომატოლოგიურ მომსახურებას კლინიკა MediHealth-ის თბილისის და სამტრედიის ფილიალში მიიღებენ. შევეცადეთ, რომ ბიუროკრატიულად ყველა მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა და დოკუმენტური ნაწილშიც ეს აღინიშნებოდა ყველაფერი, რაც შეეხება უშუალოდ ხარისხს, ჩვენი როგორც თბილისის ფილიალი, ასევე რეგიონალური ფილიალი აკმაყოფილებს სრულ იმ მოთხოვნებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გვევალება. სტერილიზაცია, ასეპტიკა, ანტისეპტიკა არის მაქსიმალურად დაცული. პაციენტის უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტულია და არა მხოლოდ პაციენტის, ჩვენი სამედიცინო პერსონალის. დროს რაღაც ანთებები და პრობლემები შემექმნა და უკვე საჭირო იყო, უკვე სცენაზეც კომპლექსი მქონდა. 4 კვირის ამოღება დამჭირდა, ეს უკვე გავიკეთე, ამოვიღე. დაფინანსებული მაქვს ახლა ორივე ყბის გაკეთება, იმას გავიკეთებ, როგორც კი დავამთავრებ ან მანიპულაციებს. მომსახურების მისაღებად ბენეფიციარმა პირველ რიგში უნდა მიმართოს კლინიკა, საიდანაც იღებს ცნობა საჭირო მომსახურების აუცილებლობის შესახებ. შემდგომ კი კლინიკის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით, პირადობის და დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა მიმართოს სამინისტროს, სადაც შეავსებს განაცხადის ფორმას, რომელიც კომისიის მიერ განიხილება. რეგიონში მცხოვრები დევნილები იმავე პრინციპით მიმართავენ ჯერ კლინიკას, იქაც იღებენ ცნობას და აღნიშნული ცნობით მიმართავენ დევნილთა ადგილობრივ წარმომადგენლობას და ისინი წერილის საფუძველზე გადმოაგზავნიან შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც ასევე მოხდება კომისიაზე და კომისიური წესით დაფინანსდება. საგარანტიო წერილის საფუძველზე მოხდება შემდგომ ამ ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიღება. შემოსული განცხადება 10 დღის ვადაში ფინანსდება და საგარანტიო წერილი გადაიგზავნება კლინიკაში. მერე კლინიკა უკავშირდება თვითონ ბენეფიციარს და თვითონ აგვარებენ უკვე დროს, როდის უნდა მივიდეს და როდის რა გაიკეთოს. პროგრამის სარგებლობა წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია პროგრამის და განაცხადის ფორმის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სამინისტროს Facebook გვერდზე.